არსებობს უთვალავი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ამერიკელები ნამდვილად იყვნენ მთვარეზე. NASA რეგულარულად აქვეყნებდა სპეციალურ პრეს-რელიზებს და ბიულეტენებს, სპეციალისტების კომენტარებით და ასტრონავტების ინტერვიუებით. ექსპედიციების მიერ ჩამოტანილი მთვარის გრუნტის ნიმუშები მსოფლიოს ათობით ქვეყნის ასობით მეცნიერს გაუგზავნეს შესასწავლად. აღარაფერს ვამბობ ფოტო და ვიდეო მასალაზე, რომლებიც დედამიწის თანამგზავრზეა გადაღებული. და მაინც დღემდე ადამიანთა ჯგუფები ამტკიცებენ, რომ არც 1969 წლის ივლისში და არც შემდგომში აპოლოს ეკიპაჟები მთვარეზე არ ყოფილა. ეს განსაცვიფრებელია, რადგან ამერიკელების მთვარეზე ყოფნის დოკუმენტები თვით საბჭოთა კავშირსაც გააჩნდა და კომუნისტებსაც კი არ შეპარვიათ ეჭვი ამერიკელების ამ უზარმაზარ წარმატებაში. ეჭვები ნამდვილად დასხდნენ ადამიანები მთვარეზე თუ არა პრაქტიკულად მაშინვე გაჩნდა, როგორც კი დედამიწელებმა მთვარის ათვისება დაიწყეს. ჯერ კიდევ 1959 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა საკვლევი აპარატის ლუნა 1-ის მისიის წარმატებით განხორციელებაზე გამოაცხადა, ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში ექსპერტთა ნაწილმა გამოაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო. მათი დარწმუნება სპეციალურად ორგანიზებულმა ჩვენებამ შეძლო. ლუნა 1-ს გაზების შლეიფი მიჰყვებოდა, რისი დანახვაც დედამიწიდანაც სავსებით შესაძლებელი იყო სპეციალური ტელესკოპებით. ჭორები კი ლუნა 1-ის მისიის ფალსიფიკაციის შესახებ თავად პროექტის უკიდურესმა გასაიდუმლოებამ განაპირობა. მსოფლიოში არავინ იცოდა ლუნა 1-ის არათუ ტექნიკური მახასიათებლები, თვით კოსმოდრომის ადგილმდებარეობაც კი. სხვათა შორის, ზუსტად ასევე გულმოდგინედ მალავდნენ რუსები იური გაგარინის გაფრენას 1961 წელს, სანამ გაფრენა წარმატებით არ დასრულდა. არც გაგარინის გაფრენის ასე ვთქვათ მატერიალური მტკიცებულებები არსებულა. პირველ კოსმონავტთან ფოტოაპარატიც არ ჰქონდა წაღებული. და მაინც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ ფიჯერალდ კენედიმ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა საბჭოთა ხელმძღვანელობას ისტორიული გარღვევა კოსმოსში. ამერიკელებს ეჭვი არ შეუტანიათ იმაში, რომ გაგარინი ნამდვილად იმყოფებოდა ორბიტაზე. მსგავსი ეჭვები უფრო მეცნიერების და ტექნიკის განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ სახელმწიფოებს ახასიათებდა. ამერიკის შეერთებული შტატები კი მსოფლიოს ყველაზე მაღალ განვითარებული ტექნოლოგიური სახელმწიფო იყო და დღემდე რჩება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველი საბჭოთა თანამგზავრი თავისი ისტორიული მისიისთვის ემზადებოდა, შეერთებული შტატების ნაციონალური უშიშროების სააგენტომ ორი ზემძლავრი რადიო დაკვირვების სადგური ააწყო ალასკაზე და ჰავაიზე. ამ სადგურების აპარატურას სავსებით საკმარის სიმძლავრეს ფლობდნენ საიმისოდ, რომ დედამიწის ზედაპირიდან ასობით კილომეტრით დაშორებული საფრენი აპარატებიდან ტელემეტრიული მონაცემები მიეღოთ. ხოდა სწორედ ამ სადგურებმა სრულიად მიუკერძოებლად დააფიქსირეს საბჭოური კოსმონავტიკის წარმატებები, ხოლო 1961 წელს იური გაგარინის ფრენის დროს ამავე სადგურებმა საბორტო კამერების არც თუ უხარისხო სიგნალები დაიჭირეს. ამერიკელებმა რუსი კოსმონავტი პრაქტიკულად რუსების პარალელურად დაინახეს და ყისიერად გადასცეს ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თეთრ სახლს. თავის მხრივ რუსებიც აკვირდებოდნენ ამერიკელების მიერ კოსმოსის ათვისების პროგრამებს. ყირიმში, სიმფეროპოლის სიახლოვეს დასახლებულ პუნქტ შკოლნოეში მდებარეობდა საბჭოთა სადგური ნიპ-10. სწორედ ეს სადგური ახდენდა მთვარისკენ გაფრენილი ყველა აპოლოს შესახებ ინფორმაციის მიღებას. ჩანაწერებს მაგნიტურ ლენზზე იწერდნენ და მყისიერად გადასცემდნენ მოსკოვში გაშიფრვისთვის და თარგმანისთვის. ამგვარად რუსებმა არამხოლოდ ამერიკელების მთვარეზე დაჯდომის მკაფიო გამოსახულება მიიღეს, არამედ მთვარეზე ადამიანის პირველი გასეირნების ჩანაწერიც მოიპოვეს. საბჭოთა სპეციალისტებს გააჩნდათ ამერიკელი ასტრონავტების ცენტრთან საუბრის ჩანაწერებიც. ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა კავშირის საკუთარი მთვარის პროგრამის განვითარებისთვის. ეს ის ეპოქაა, როდესაც გამალებული კოსმოსური რბოლა ისეთივე აქტიურ ფაზაშია, როგორც გამალებული შეიარაღება. და თუ ეს ყველაფერი არსებობდა, თუკი ამერიკელები ფლობდნენ რუსული კოსმოსური აპარატებიდან მიღებულ ინფორმაციას, ხოლო რუსები ფლობდნენ ამერიკელების მთვარეზე ყოფნის უტყუარ ფაქტებს, მაშინ ისმის სავსებით ლოგიკური და ბუნებრივი კითხვა. საიდან გაჩნდა მტკიცება, თითქოს ამერიკელები მთვარეზე არასდროს დამსხდარან? შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პრეტენზიები თავდაპირველად სწორედ ამერიკაში გაჩნდა. პირველი მერცხალი ვინმე ჯეიმს კრაინი იყო, რომელმაც ბროშურა დაბეჭდა მყვირალა სათაურით. იყო თუ არა ადამიანი მთვარეზე. ეს ბროშურა 1970 წელს დაიბეჭდა. შეთქმულების თეორიის ავტორი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ მთვარის ზედაპირზე ადამიანის გადასვლა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ინტრიგის მიუხედავად ამ ბროშურის გამოცემა შეუმჩნეველი დარჩა. ამერიკა მეტისმეტად იყო აღფრთოვანებული მთვარის პროგრამის წარმატებით.
ბროშურამ მხოლოდ 6 წლის მერე, ასე ვთქვათ, გაისროლა, როდესაც გამოვიდა უკვე ვინმე ბილ კეისინგის წიგნი. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მთვარეზე. საინტერესოა, რომ კეისინგის გიჟური თეორია ბევრმა დაიჯერა, რადგან 1956-დან 1963 წლამდე ის სატურნი აპოლოს პროექტში იყო დასაქმებული. თუმცა წიგნის ავტორმა ოსტატურად აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ იოტისოდენა კავშირი არ ჰქონია უშუალოდ ფრენასთან და მხოლოდ რაღაც საკანცელარიო საქმეებით იყო დაკავებული კოსმოდრომიდან 100 კილომეტრით დაშორებულ ოფისში. ვერაგული ტყუილისთვის შუქის მოფენა. როგორც ამას თავად ამბობდა ბილ კეისინგმა მას მერე გადაწყვიტა, რაც ის კომპანია როკეტეიდიდან გაათავისუფლეს. ეს კომპანია რაკეტა მატარებელ სატურნებისთვის ძრავებს ამზადებდა. სამსახურის დაკარგვის მერე კეისინგი ხარჯებს ვეღარ აუდიოდა. ცხოვრებისგან გარიყული აღმოჩნდა და აი უეცრად ოქროს საბადო აღმოაჩინა. მისმა წიგნმა მართლა დიდი მოგება მოუტანა. კეისინგის წიგნის სამჯერ გამოიცა 1976 წელს, 82-ში და ბოლოს 2002-ში. თავად ბილის საჯარო პერსონად გადაიქცა, სხვადასხვა ტელეშოუების და ფსევდო-სამეცნიერო დებატების ხშირი სტუმარი გახდა. ავტორი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ სატურნის ძრავებს არ შეეძლოთ აპოლო მთვარეზე დაესვათ და მთელი ეს პროექტი იმით შემოიფარგლებოდა, რომ აპოლოები მხოლოდ და მხოლოდ მთვარის ორბიტაზე დაფრინავდნენ. კეისინგს არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა. მის ბოდვას განსაკუთრებული წონა კონსპიროლოგმა რალფ რენემ შეძინა. თაღლითმა, რომელიც საკუთარ თავს ავტორიტეტულ მეცნიერად აცხადებდა, არადა უნივერსიტეტიც არ ჰქონდა დამთავრებული. სამაგიეროდ რალფ რენეს გრძელი და მჭერმეტყველი ენა და ფულზე კარგი ყნოსვა ჰქონდა. თაღლითმა ბილ კეისინგის წიგნი დაიდო, იქიდან რაღაცეები გადაიწერა, რაღაც თავისი დაუმატა და ახალი ბესტსელერი გამოაცხო, როგორ აჩვენა ნასამ ამერიკას მთვარე. ამგვარად სრული ბოდვა ფსევდოექსპერტების მოსაზრებებით გამყარდა და მთელ მსოფლიოში უამრავი მიმდევარი შეიძინა. რალფ რენე არც ცდილობდა ტექნიკური მახასიათებლებით ჟონგლიორობას. ამისთვის მას საკმარისი განათლება არ ჰქონდა. შარლატანმა უბრალოდ აიღო ექსპედიციის ფოტოები და მათზე დაიწყო ვითომ რაღაც უზუსტობების ძებნა. რენეს მთელი სქემა და გრაფიკიც კი ჰქონდა შედგენილი, რომელ ტელეშოუში რომელი ფოტომხილება უნდა მოეხდინა. მოკლედ, კონსპიროლოგიური ბიზნესი კარგად ამუშავდა. ფულის მოტანა დაიწყო და რა გასაკვირია, რომ ამ ფაქტს გვერდ-ვერდ ჰოლივუდი აუვლიდა. ასე შეიქმნა ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი „თხის რქა პირველი“, სამ ასტრონავტზე და ფალსიფიცირებულ გაფრენაზე. NASA დიდი ხნის განმავლობაში სრულ იგნორირებას ახდენდა. ორგანიზაციაში თვლიდნენ, რომ თაღლითებთან კამათი მათ სარგებელს არ მოუტანდა და მათ დონეზე არ უნდა დაცემულიყვნენ. თუმცა ბოლოს დაიღალნენ და გადაწყვიტეს კონსპიროლოგებთან დიალოგი გაემართათ. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, შეთქმულების თეორიების მიმდევრები საჯარო დისკუსიებს ოსტატურად უვლიდნენ გვერდს. მეცნიერულ დისკუსიაში მათ ხომ იოტისოდენა შანსი არ ექნებოდათ, ისე კი 1982 წელს კეისინგს მაინც მოუხდა ასტრონავტ ჯიმ ლოველთან გადაკვეთა, რომელმაც წიგნის ავტორს სულელი უწოდა. პრინციპში, როგორ შეიძლება სულელი არ იყოს ადამიანი, რომელსაც მაგალითად ფილმი მთვარის ბნელი მხარე მართლა დოკუმენტური ჰგონია. მთვარეზე ნილ არმსტრონგის და სხვა ასტრონავტების სიარული კი ჰოლივუდის პავილიონებში გადაღებული ფიქცია.